პოლიტიკური გეგმების შესახებ თავისუფალი საქართველოს ლიდერმა კახა კუკავამ ბრიფინგზე ისაუბრა. კუკავას განცხადებით ვადა გაუვიდა ევროკომისიის ეგრეთ წოდებულ ულტიმატუმს საქართველოს მთავრობის მიმართ და იწყება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. მისი თქმით, თავისუფალი საქართველო ემიჯნება ეგრეთ წოდებულ პროდასავლური ოპოზიციის მიდგომას სანქციების ამოქმედებასთან დაკავშირებით და იმავდროულად მიმართავს ევროკომისიას ერთი თვით გადაავადოს სანქციების ამოქმედების ვადა, ხოლო სანქციების წინაპირობიდან ამოიღოს გარკვეული მოთხოვნები. როგორც იცით, გაუვიდა ვადა ევროკომისიის ეგრეთ წოდებულ ულტიმატუმს საქართველოს მთავრობის მიმართ და იწყება უვიზო მიმოსვლის შესახებ სანქციების ამოქმედების პროცედურა. ამასთან დაკავშირებით პარტია თავისუფალი საქართველოს სახელით გვინდა რამოდენიმე პუნქტად ჩამოვყალიბოთ ჩვენი პოზიცია. პირველ რიგში გვინდა გავემიჯნოთ უპასუხისმგებლო ეგრეთ წოდებული პროდასავლური ოპოზიციის მიდგომას, რომ გამოხატავენ აღფრთოვანებას ამ შესაძლო სანქციების მიმართ და არბიან ბრიუსელში და იქ არწმუნებენ იქაურ ჩინოვნიკებს ამ სანქციების აუცილებლობაში. თუ რაიმეს თავი გაქვთ, დაუწესეთ სანქციები ივანიშვილის რეჟიმს, მის ოჯახს, მის კორუმპირებულ მინისტრებს და არა იმ 100,000-ობით ადამიანს, რომლისთვისაც ეს ვიზები არის ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალება. მეორე რიგში გვინდა მიმართოთ ევროკომისიის ხელმძღვანელებს, რომ ერთი თვით გადავადებული იქნეს სანქციების ამოქმედების პროცედურა და შეიცვალოს რეკომენდაციების შინაარსი. ჩვენ დაბეჭდებით მოუწოდებთ ევროკომისიის ხელმძღვანელობას ამოღებული იქნეს ამ რეკომენდაციების პაკეტიდან საკითხები, რომელიც დაკავშირებული არის LGBT კანონმდებლობასთან და უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობასთან. ევროკომისია არის არასწორად ინფორმირებული და მან უნდა იცოდეს, რომ LGBT პროპაგანდა საქართველოში ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ოცნების რეჟიმი, არამედ საქართველოს მოსახლეობის 90% და იმ რეკომენდაციების გაცემა, რომელსაც მოსახლეობის 90% ეწინააღმდეგება, არის კონტრპროდუქტიული და ვერანაირი სანქციები აქ არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება, ამიტომ ეს საკითხები უნდა იქნეს ამოღებული და აქცენტი გაკეთდეს სხვა საკითხებზე, რომელიც მართლაც დგას დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე. იმავდროულად მიმართავთ საქართველოს მთავრობას, ჩვენ ნაწილობრივ მხარი დაუჭირეთ და ეხლა მხარს უჭერთ მათ პოზიციას კიდევ ერთხელ, რაც უკავშირდება LGBT თემატიკას და უცხოურ აგენტებს, მაგრამ სხვა საკითხებზე საქართველოს მთავრობა უნდა დაადასტუროს თავისი მზადყოფნა დიალოგისთვის. ის პოზიცია, რომ ვიზები თუ იქნება და თუ არ იქნება მალდივებზე დავისვენებთ, ეხლა შეიძლება ნინო წილოსანისთვის და ალუდა ღუდუშაურისთვის ვიზები დასვენების საშუალებაა, მაგრამ თქვენს მიერ გაღატაკებული საქართველოს მოსახლეობისთვის 100,000-ობით ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზა ეს არის ერთადერთი საშუალება დასაქმებისთვის და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს არის შემოსავლის ერთადერთი წყარო. ამიტომ ეს პოზიცია უნდა გადაიხედოს და მთავრობამ უნდა დაადასტუროს დიალოგისთვის მზადყოფნა,